I'm German homelos, I drink coffee and I know things. 21 ეპიზოდის სიტყვა არის ულფეტი. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა მართლაც დაუდგენელია ამ კატეგორიის ჩამოყალიბების ზუსტი ან თუნდაც სავარაუდო მიზეზი. ალბათ ერთხელ მაინც გეყოლებათ ნანახი ან სულაც შეიძლება თქვენი უახლოესი ადამიანიც კი იყოს, რომელიც თვალში საცემად მოწესრიგებული და გადამეტებულად სუფთაა. გამუდმებით ხელებს იბანს, სამოს თითქმის ყოველდღე რეცხავს, ყოველდღე ბანაობს, ფეხსაცმელს დასრულს ერთი წამითაც ვერ უნახავთ. ოთახი ხომ ისეთი სუფთა და მოწესრიგებული აქვს, მართლა თვალს ესიამოვნება. თმა ყოველთვის მოხდენილად და ლამაზად აქვს. ასეთი წესრიგისა და სისუფთავის დაცვაზე ზედმეტად შეყვარებულ ადამიანს ეწოდება ულფეტი. პირველი რასაც გავიფიქრებთ ისაა, რომ ეს შობლის დედის დამსახურებაა, რომ ულფეტს ძალიან სუფთა და წესრიგიანი დედა ჰყავდა. სირთულეც აქ იმალება, რომ ასე მარტივად და თანმიმდევრობით არ ხდება, რომ სუფთა დედა სუფთა შვილს ნიშნავს, კაცრი მამამ კაცრ შვილს, მოძალადე მამა მოძალადე შვილს, ხელოვანი დედა ხელოვან შვილს, ასე არ არის. ულფეტების უმეტესობას საერთოდაც არ ჰყავდა სუფთა დედა, ან მამა, ან ბებია თუნდაც, მეტიც. ზოგს პირიქით უწესრიგო და ძალიან ბინძური ოჯახის წევრები ეხვია გარშემო მთელი ბავშვობა. ამაზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი და კიდევ უფრო მეტი დაკვირვება და კვლევა მაქვს ჩატარებული, რის შედეგადაც თეორიული დონის დასკვნა გამომაქვს. ულფეტის აღზრდა და ჩამოყალიბება არ ხდება, ადამიანი უბრალოდ ასეთად იბადება და რაც არ უნდა მოხდეს, ასეთად რჩება მუდამ.